აბა სალამი ყველას, მოგესალმებით, აბა როგორ ხართ, მეგობრებო? დღე მშვიდობისა. დღე მშვიდობისა ყველას, მოგესალმებით, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო? აბა როგორ ჩაიარა შაბათ-კვირა? როგორი იყო თქვენი არდადეგები შაბათ-კვირას? სალამი. სალამი ყველას. არა მიშას გაიხარეთ, მაპატიეთ დაგვიანებისთვის ეს 2 დღე, აი რაღაცნაირად ამანათი მქონდა გასაგზავნი, დავრბოდი მეგობრებო იქეთ, აქეთ, ამიტომ ვერ მოვახერხე. საყიდლები და მთელი ამბები. მორგანა როგორ ახარ ჩემო კარგო, სალამი ყველას, გაიხარეთ ყველამ, აბა თქვენ როგორ ხართ, როგორ ჩაიარა შაბათ-კვირა. მეგობრებო, ამდილა შევედი ინსტაგრამზე და დამხვდა მოწვევა გამოგზავნილი. ვაჟბატონი ქუცურა მოკუცურდა და მეგობრობას მიგზავნის დედას გეფიცებით. თქვენთან რა ხდება? აი გიცანი ნინი რო ხარ, ემი რო გიწერია მაგით გიცანი. მორგანა უღრმესი მადლობა. ხო მეგობრებო, ეხლაც უბრალოდ არ ვიმატებ, მიძუძგუროს იქედან. ხო. ჰორიზონტზე გამოჩნდა, აბა ვისთან გამოჩნდა კიდევ? ოღონდ არა მისი საიტით. ისევ ახალი ისეთი საიტით არის. არა ღირსი დამატების. ჩემთან გრევები და კატასტროფებია. არა უშავს. სულ მოსული ჭკუის, წასულ მოსული ჭკუის. არა უშავს მეგობრებო, არეკამათოთ, ნერვიც არ დაიღალოთ ესეთი ადამიანისთვის. არანაირი საქმის გარჩევები მეგობრებო, არანაირი ურთიერთობის გარჩევა, არანაირი კონფლიქტი. გამორიცხეთ მეგობრებო, პირში წყალი ჩაიგუბეთ და მორჩა. ეს არის ყველაზე დიდი გამოსავალი, ყველაზე დიდი სიჩუმე. არაფრის მთქმელი სიჩუმე მისთვის ჯოჯოხეთია მეგობრებო. გარწმუნებთ ასე რომ ხო. მეგობრებო, ყავა მოიმარაგეთ ამასობაში, ყავა, ვიჭორაოთ. ჩემთან კარგახანია სიჩუმია, 1-2-3 კვირის უკან იყო თუ 1 თვის უკან იყო, გითხარით რომ დაუბლოკე და წავშალე, აჰა, კიდევ გამოჩნდა. ხო, მეგობრებო, ასე რომ არ ინერვიულოთ, არსად არ წავა. პირში წყალი ჩაიგუბეთ მეგობრებო. გახალისტით. აი ასე. ეკუთვნის. ჩვენი ისტორია იყო მეგობრობა, მეტი არაფერი მეგობრებო. აი მეგობრებო, ერთადერთი კარგი. აი ესეთები უნდა იყვეთ. აი ესე გახალისტით მეგობრებო. ხო. აი ესე გახალისტით ზუსტად, ავიღო დანარჩენი კარტები. აი რა კარტები გადავარდა შეხედეთ უბრალოდ. აი ესეთები იყავით ბავშვურები. აი ეს დაღლილი სახე, დაქანცული სახე არ დაანახოთ მეგობრებო. აი იყავით სრულყოფილები. თუნდაც ძნელი იყოს ეს ნიღაბი, მაინც იყავით მეგობრებო, ესე ეკუთვნის. არ დაანახოთ თქვენი გულის ტკივილი. ისეთი სურათი მაქვს ინსტაგრამზე დადებული, რომ ბებია მისისამ. ხო. იჯდეს და ინერვიულოს. სალამი ანა მარია, როგორ ხარ? მეგობრებო, მოვედი თქვენთან, მაპატიეთ ეს დაგვიანებები, მაგრამ აი საყიდლებზე დავრბოდი, რომ გამეგზავნა საქართველოში, ჩემო ძვირფასებო. მოგეხსენებათ, რომ მე არ მუშაობ. ეხლა რომ დაველოდო ხელფას თვის ბოლოს ავიღებ და გავაგზავნი მეთქინ, ეს სიტუაცია მე არ მაქვს.
ამ საახალწლოდ ჯერ ახალი წელისა და მაგრამ ნუ ხო მე უფრო ცოტა მოვიჩქარე და გავაგზავნე რაც შემეძლო ამიტომ ხო არ მქონდა დრო საკმარისი იმისთვის რომ თქვენთან მოსულიყავი მაპატიეთ უნდა მაპატიოთ მეტი გზა არ გაქვთ ხა ასე რომ მოვედი თქვენთან ჩემო მეგობრებო დასხედით მოეწყვეთ განეწყვეთ ყავა ჩაი შოკოლადი რა ვიცი ვის რა გინდათ აი მეგობრებო მე მზად მაქვს და დავიწყოთ ახლა თქვენი ენერგიებით ახლა ჩემთან ტელეფონზე 5 წუთით წინ მაქვს საათი მაგრამ აწერია 10:01 ამ 10:01-ს ამ ვიდეოს როდესაც ავტვირთავ დავაწერ 10:01 და მივუთითებ იქვე თავის განმარტებას თუ რას ნიშნავს ძალიან კარგი რიცხვებია 10:01 მეგობრებო ამიტომ ამას აუცილებლად გავითვალისწინებ ჩავინიშნე უკვე ხო მოკლედ დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით მეგობრებო რა ენერგიებში ხართ თქვენ აი ახლა და ამ წუთას გაიხარე ანა მარია შენც კარგად უნდა იყო თქვენი ენერგიები კონკრეტული ენერგიები გაქვთ დღეს თითქოს და პროგრესზე მიდიხართ მოტივაცია გაქვთ საკუთარ თავს თხოვთ უკვე კონკრეტულად რომ აი ეს გააკეთოთ ის გააკეთოთ გამოგივიდეთ არ გამოგივიდეთ უნდა გამოგივიდეთ თუმცა ძალიან დაღლილები ვართ კი ძალიან დაღლილები ვართ მაგრამ ეს გვაქვს ეს გვაქვს ის რომ აი კი მონდომება გვაქვს რაც მთავარია ეს გვაქვს კი მოთხოვნილებები გვაქვს მეგობრებო ძალიან საერთო ინტერესებიც გვაქვს ნუ ეს ადამიანი ხო ვერ მოვიცილე მას ხა ჩავაბრუნებ ანა მარია ეს არის ის რაც ჩვენს ნერვებზე მოქმედებს ეს არის ის რაც ჩვენ დიდ ტკივილს გვაძლევს აი დისკომფორტს გვიქმნის ეს არის ის ადამიანი ვინც განგაშს გვიტეხავს მოკლედ ერთი სიტყვით და ორი გაგებით ხო აი ხო ხედავთ რა უცებ ამოვიდა ეხა მელოდება მე ის ვაჟბატონი როდის დავიმატებ მეგობრებში მეგობრობიდან გავაძევე და ეხა მელოდება ბებია მისის ამ მელოდოს ხო მეგობრებო აი ტკივილებიდან გამოდიხართ აი როგორღაც ახერხებთ ძალიან რთულია თქვენთვის მაგრამ ანუ ტკივილებს იშუშებთ ჭრილობას იშუშებთ კი ძალებს იკრებთ ეხლა ის პერიოდი გაქვთ რა თქმა უნდა ეს არის კონტროლის კარგი კარტი, ანუ ყველაფერს აკონტროლებთ, საკუთარ თავსაც აკონტროლებთ, სხვებსაც აკონტროლებთ, 24/7-ზე ინტერნეტში ხართ. ჩემი არ იყოს დაძვრებით იქეთ, აქეთ, ნუ ყველგან კონტროლი, ყველგან და ყველაფერში. კი ბატონო. ამ ყველაფერს რეგულარულად აკეთებთ. კიდევ რა გვაქვს თქვენი ენერგიები? კი ბატონო და კი ბატონო, თქვენი ენერგიები არის მომავლის იმედი. ეს გაძლევთ ძალიან დიდ ენერგიას, იმედი, მომავლის იმედი მეგობრებო. ხო, ყველგან არა ერთთან, რაო? დილა მშვიდობისა იმპერია, დილა მშვიდობისა. მოგესალმები, ჩემო კარგო, გაიხარე. მოიცადეთ ერთი წუთით მეგობრებო? ხო. მოკლედ იკრებთ ძალას, რესურსებთ იკლებთ, მეგობრებო, ხშირი კონტაქტი იქონიეთ წყალთან, იმიტომ რომ წყალი არის ერთ-ერთი, თუნდაც ონკანთან. ხშირად იბანეთ მეგობრებო წყალთან ხელი, აი კონტაქტეთ წყალთან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი საარსებო რესურსი, სასიცოცხლო, რომელსაც წყლისგან აიღებთ. მე ვაკეთებ ამას სხვათა შორის და ძალიან მეხმარება. კიდევ მეგობრებო, ჭურჭლის რეცხვა მიყვარ ძალიან ხელით ამიტომ. ხო, აი, კი ბატონო, ბატონო მეგობრებო, აი რაც გითხარით. იყავით მიწასთან ახლოს, წყალთან ახლოს. ნუ ეხა ოცნებებში და ღრუბლებში რო არ ვიფრინოთ, ეს უკვე კარგად ვიცით, დავეშვით უკვე მეგობრებო. მიწის ენერგიებში ვართ უკვე, რასაც ქვია და ამიტომ ძალიან კარგია. ბატონო აი ეს არის თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება, თქვენი ენერგიების გაწმენდა, გამოდიხართ იმ რაღაც ცუდი სიტუაციიდან, გამოდიხართ, იმიტომ რომ გაუმჯობესება გაქვთ დაწყებული, უკვე ცოტა ენერგიაზეც მოდიხართ, თუ დააკვირდებით, აი მიხვდებით, რასაც ვსაუბრობ, ხასიათიც უფრო გიუკეთესდებათ, თუ როგორ ვთქვი, ახლა არ ვიცი, ძალიან გთხოვთ, არ დამცინოთ, გიუმჯობესდებათ ერთი სიტყვით, ხო, აი
ხო, და აი ძალაც გემატებათ ენერგიაც, მოკლედ ჯდებით უკვე ნელა, ნელი ნაბიჯებით უკვე ჯდებით ფორმაში მეგობრებო. გააშლა საჯაროა კი. ანუ საკუთარ თავს ვუბრუნდებით ერთი სიტყვით რო იტყვიან ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ძალიან კარგ ენერგიებში ვართ. აბა კიდევ და კიდევ. მორიელ მოხვედი ბოლო. მორიელი აქაა მეგობრებო? კი, მორიელიც აქაა. კი ბატონო, ძალიანაც კარგი. აი ქვემოდან რა კარგი კარტი გვაქვს ნახეთ, ჩემო მეგობრებო, აქ არის ბედნიერი დღე და პერევაპლაშენი, გარდასახვა, გარდატეხვა, ანუ შეცვლა რაღაც სიტუაციის გაუმჯობესება, ბედის ბორბალის დატრიალება, მეგობრებო, არ ვიცი ახლა, ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან ერთგულები ხართ, ძალიან მხიარულები ხართ, იყავით ისეთები, როგორებიც ხართ. ეს არის თქვენი პლუსი, ყველაზე დიდი პლუსი საკუთარ თავთან, რომ აი იყვეთ ესეთები, როგორებიც თქვენ შინაგანად ხართ. ეს არის თქვენი იარაღი, რომელიც ყველანაირი აი სიტუაციას გადაგატანინებთ. აი თუნდაც იმ ტკივილს, აი იყავით, აი ესეთები იყავით მეგობრებო. ეს არის თქვენი ძალა, ეს არის თქვენი სტიმული, ეს არის თქვენი ის ხელსაწყო, რომელიც გეხმარებათ ყველაფერში. იყავით ესეთები. ხა. აი როგორებიც ესენი არიან. ამიტომ ხო, ყველაზე კარგი გამოსავალია. არ დაკარგოთ ის ბავშვური ხასიათები, რაც თქვენ შინაგანად გაქვთ მეგობრებო. არ დაკარგოთ მეგობრებო. სამართლიანები იყავით საკუთარ თავთან, ჯერ ერთი. სხვას რომ ყველაფერს დავიდაანებოთ. იყავით სამართლიანები, არ იფრინოთ ღრუბლებში, არ იყოთ ფანტაზიებში. აი მეგობრებო, იყავით სამართლიანები. ვიცი რომ სამართლიანები ხართ. უბრალოდ საკუთარ თავთან იყავით სამართლიანები, თორე სხვისთვის რო ხართ სამართლიანები, ისეთი სამართლიანები საკუთარ თავთან იყავით მეგობრებო. და არაფერი არ გინდათ მეტი. ხო. ეს არის თქვენი იარაღი, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება. ქართულიც დამავიწყდა. მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი დახასიათება, თქვენი ენერგიები მეგობრებო. ცოტა რაღაცნაირი, მაგრამ არა უშავს. ეხლა მოდით მეგობრებო, ეხლა მინდა ამ გამოჩენის და იმის სადგეგძელოს არ იყოს, მინდა იმის სადგეგძელოს შევსვაო, რო იტყვიან. ერთი უნდა ვკითხო ეხლა ამ ჩვენს ქუცურას, რა უნდა რომ გამოჩნდა ჰორიზონტზე. აი ხო გეუბნებით, შევედი დღეს და დამხვდა მეგობრობა გამოგზავნილი. რა უნდა ძალიან მაინტერესებს ახლა პირდაპირ დავიწყებთ მეგობრებო. ჩაიფიქრეთ თქვენს პარტნიორი, მეგობარი ჩაიფიქრეთ, მეზობელი, დედმამიშვილი, ვინც გინდათ ის ადამიანი ჩაიფიქრეთ, არა მხოლოდ პარტნიორი, მეგობარი შეგიძლიათ მეგობრებო. ხო, ასე რომ დავიწყოთ ახლა. კითხოთ ახლა მისი ენერგიები. დაიკარგა ეს საცოდავი. ეს საცოდავი დაკარგულია აფეთქთა და დაკარგულია ნაწილაკებათა გაფანტული სამყაროში რო იტყვიან. ვერ ხვდება სად წავიდეს და რა გააკეთოს. თუმცა ძალიან ქარიზმატულია. აი ზუსტად ესეთი ფოტოთია მეგობრებო. ჩაიფიქრე ჯანდაბას ჩვენი დიეტა ნინა, ჩაიფიქრე მეზობელი. აი ზუსტად მსგავსი ფოტოთია ჩემი მეგობარი რო იტყვიან თუ ძმაკაცი თუ ამხანაგი რაც გინდა ის დაარქვი ვაი ასეთ მეგობრობას. ჩემო ძვირფასებო, აი ზუსტად ესეთია, კი, აი ესეთი არის, რაც აწერია, ზუსტად ესეთია. აი აქ რაც აწერია, აი ესეთია ზუსტად. სამწუხაროდ თუ საუბედუროდ. ხო, კიდევ რაო, მისი ენერგიები. ერთ წრეზე სიარული. მისი ენერგიები არის ერთ წრეზე სიარული. ახალს ვერაფერს ვერ გაიგებთ მისგან. ამ ადამიანს მხოლოდ შეუძლია წერა და კითხვა, მეტი არაფერი მეგობრებო. წერს და კითხულობს თვითონ. აი ზუსტად. ეს შთაბეჭდილება რჩება ეხლა თქვენს და ჩემს მეგობარს შორის, რომ უყვარს მხოლოდ წერა. ხა. წერტილი და მძიმი არა აქვს. ხა. წერტილი და მძიმი არა აქვს.
კითხვით ნიშანი გვაქვს მარტო ჩვენ, ოღონდ მას არა. ჩვენ გვაწუხებს ძალიან ბევრი კითხვა ამ დროს. რა ხდება? ხო, კიდევ. რა ხდება? რა თქმა უნდა. უყურეთ ახლა მე რა დამემართა, მიხვდით, ხო? არასწორად ყოფილა კარტიშით. ამას მაინც ამოვიყა. რა ხდება? არც ჩემი იწერება, მხოლოდ ჰორიზონტზეა გამოჩენილი, მეგობრობას მიგზავნის. არ დავიმატებ, მიყუროს იქედან და იჯდეს ასე. ეს ვერ მოვიცილეთ ეს მაიმუნი. ანა მარია, რას გვერდში ხომ არ მეტყვი? ხო, აი ესეა მეგობრებო, საწყალი ბავშვი ძის, ძალიან რთული სიტუაცია აქვს, არ გეგონოთ რომ კარგათაა. უბრალოდ არ გაჩვენებთ ამ ყველაფერს. ასეა შინაგანად მეგობრებო. მაგრამ გარედან აი ესეთია. აი, დედა მომიკუდეს თუ ხუმრობდე. ეს შინაგანათაა და ამას გაჩვენებთ. ხო, არა სახე აქვს და საშინელი, სუფთა მაიმუნი. მე მგონი მაიმუნს რო შეხედა, უფრო გაგეცინება და ამაზე არც სიცილი მოგივა და არც ტირილი, რა ქვია ამას, რა დავარქვა, არ ვიცი, მაგრამ კი ბატონო. ხო. მოკლედ გავაგრძელებ მისი ენერგიები მეგობრებო, თქვენი ჩაფიქრებული ბედნიერება, სიყვარული, ვებია მისისამ კიდე. ამ ადამიანს უნდა რომ გიყვარდეთ, უნდა რომ სიყვარული იყოს, მაგრამ თქვენგან უნდა მეგობრებო, საქმე რაშია, ხო ხედავთ? თქვენგან უნდა, თქვენ თქვენ ხართ. ესეც გხედავთ თქვენი პარტნიორი. ეს თქვენ ხართ და ეს თვითონაა. აღარ შემიძლია ოღონდ. ხო, ეს ხართ თქვენ, ქალბატონებო, ესაა თქვენი პარტნიორი. აბა ახაში, როგორ მოგწონთ? ხო, ბებია მისისმა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ვერ მივართვი. არა ბიჭო. იჯდეს ახლა და მიყუროს. მშვიდობა უნდა თქვენთან, მშვიდობის დამყარება უნდა თქვენთან. მას სიყვარული აქვს, მეგობრებო, უბრალოდ არ გაჩვენებთ ამას. სიყვარული აქვს. უნდა ეს ურთიერთობა, უნდა ეს მეგობრობა, უნდა ეს უნდა ყველაფერი რაც გქონდათ, მაგრამ არ გაჩვენებთ. მხოლოდ თქვენგან უნდა თვითონ არა, თვითონ მას ვერ შეამჩნევთ, რომ აი უყვარხართ ვთქვათ, რომ გაფასებთ, აი ამ ყველაფერს არ იტყვის. ესე ზის და ესე მოგონებებში აატრიალებს. მე რომელი ვარო? მორიელი. შენ მაინც ეს ხარ. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხა ჩვენი ჯგუფის სასტავი, აი ეს ვართ. ხო. ეხა მამაძე ქალბატონია ხატია, მაგრამ შეცვალეთ ეხა სურათი შეცვალეთ და წარმოიდგინეთ ეხა თქვენი თავი. მაგრამ მოქმედება მოსვლით არა, კი ბატონო. აი ესე ჩაიხვია მეგობრებო და დაარჩა ჩახვეული თქვენი პარტნიორი, თორემ ნახეთ ქვემოდან. ეს ადამიანი დიდხანს მაინც ვერ მოიცდის, ვისთანაც არ გამოჩენილა მეგობრებო. ელოდეთ მისგან რაღაც მსგავს აქციას. ეხა ვაცდი მე ეს რას იზამს. მე აუცილებლად გაგაგებინებთ მის აქციას, ჩემო ძვირფასებო, რა პრობლემა მაქვს? მე აუცილებლად გეტყვით მის მორიგ მოქმედებას, ჯერჯერობით ზის ჰორიზონტზე. ასე მიქნევს ხელს, აგერ ვარ, აი ზუსტად ამას აკეთებს. ხა. შავი ხვრელი, მიუწვდომელი მზე ხართ მისთვის. კიდევ ფიქრობს, ამ ადამიანს ქონდა იმდენი დრო, ამ დროს. სანამ თქვენთან არ იყო. ძალიან ბევრი დრო ქონდა იმისთვის, რომ ეფიქრა. იმისთვის, რომ გადაეხარშა მისი ტვინით, თუ რამე აქვს დარჩენილი, ჯერ იგიც საკითხავია, აქ თუ არა აქვს რამე იმ ტვინში, მაპატიეთ. მაგრამ საკმარისი დრო ქონდა, რომ ეფიქრა იმისთვის, თუ რა დააშავა და სად დააშავა და სად რა უნდა გამოასწოროს. ხო, სად არ უნდა ჩააყოფიოს ცხვირი ადამიანებს. ხო, მაგრამ ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება. აღარ მეუბნება, აი აღარ გავაგრძელო, მეუბნება რომ არ გავაგრძელო. ერთადერთი რასაც გვეუბნება რომ მე მქონდა საკმარისი დრო იმისთვის რომ მეფიქრა ჩვენს ურთიერთობაზეო. всё. ორჩა კინო დამთავრდაო. მეტის თქმა არაა საჭირო. ბატონო, მოგწონთ? სიტყვა ძუნწია ძალიან ეტყობა. კი. ძალიან სიტყვა ძუნწია.
ეს ადამიანი. თუმცა თავისუფლების მოყვარული. თითქოს გაჩვენებთ, რომ ძალიან თავისუფალია, ძალიან ენერგიულია, ძალიან ქარიზმატულია, ძალიან რისკიანია და თავის ცხოვრებას მართავს თვითონ, მაგრამ ჩვენ ბოდიში ნურას უკაცრავად მეგობრებო. შეიძლება ეს ადამიანი ძალიან ფინანსურად კარგად იყოს ფეხზე გამართული. ჩემს შემთხვევაში კი მას აქვს ეს, აქ რაც წერია, იმ ადამიანს, ეხა მე ვისაც ვგულისხმობ, ეს აქვს კი, მაგრამ ბევრ რამეს არ ამბობს. ხო, ამიტომ თუ გონია ვინმეს, რომ მე მისი ფინანსებით რაიმეს მომისყიდი, ძალიან ცდება. არაფერში მჭირდება ჩემო ძვირფასებო. მე არ ვარ ის ადამიანი, ხვის ქონებაზე და ცხოვრებაზე რო იქნება დამოკიდებული, ვინც არ უნდა იყოს, მე მაინც ვიმუშავებ. ხო. მე მაინც უნდა ვიმუშაო. მე მჭირდება ეს. ვის რა ჭირდება არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მჭირდება. ხო, ტვინი ქონოდა ჯობდაო. რა თქმა უნდა, მან მორგანა. ფინანსებით ვერ იყიდი, ფულით ყველაფერს, ადამიანობას ვერ იყიდი, ჯანმრთელობას ვერ იყიდი, სინდის ნამუს ვერ იყიდი, სიყვარულს ვერ იყიდი. ვერაფერს ვერ მიყიდის ვერავინ. ფულით მე ვერ მიყიდის ვერავინ. მეგობრებო, ამის თქმა მინდა. მე ფულს ძალიან ნაკლებ უპირატესობას ვანიჭებ, ფაქტიურად ჩემთვის ფული არაფერი არაა. ის რომ ახლა იმას მეტი ფული აქვს და მე დაბალი ფენის წარმომადგენელი ვარ, ნურას უკაცრავად და ვერაფრით ვერ გამაკვირვებს, მე თუ გამაკვირვებს ადამიანი, ადამიანობით გამაკვირვებს. თუმცა ვერც იმით ვეღარ გამაკვირვებს უკვე. საქმეც მაგა, ვერაფრით ვერ გამაკვირვებს ვერავინ, დედას გეფიცები. აი რა ჩამოვთვალო. ვერაფრით ვერ გამაკვირვებს. ვერც ქონებით და ვერც არ ქონებით. ვერც სიმდიდრით და ვერც სიღარიბით. ვერც ადამიანობით, ვერც ჭკუით და ვერც უჭკუობით. ვერაფრით ვერ გამაკვირვებს. გამოცხულია. ვერც ადამიანობით კიდე. ვერც სიყვარულით, არაფერში არ მჭირდება არავის სიყვარული. არ მჭირდება ისეთი ადამიანი, ვინც ყოველ დღეში 1000-ჯერ მეტყვის მიყვარხარ, მისი გაუფასურებული სიყვარული ჩაიდოს ჯიბეში და იაროს. არ მჭირდება. ვაკვირდები ადამიანის საქციელებს, ქმედებებს ჩემს მიმართ. არაფერი არ მაინტერესებს სხვა. მე მჭირდება სიყვარულიო. არაფერში არ გჭირდება სიყვარული. შენ არ უნდა გიყვარდეს. შენ უნდა უყვარდე პირიქით. არავის შეყვარებას არ ვაპირებ. გამორიცხულია დედასპიცა ვარ. ჩემგან ვერ ეღირსება ვერავინ ამ სიტყვის ხსენებას. მიყვარხარ, დამთავრდა. არ არსებობს პროსტა. შეგიყვარდა კი, გიყვარდეს, გძულდეს მეთქი, კი არ გეუბნება ვინმე. სიტყვა, სიყვარული არ უხსენო შენს პარტნიორს. არ უთხრა რომ გიყვარს. არ დაანახო რომ გიყვარს და კვდები. გამორიცხულია. რაც გინდა იგი ქენი. ოღონდ მიყვარხარო და შენზე გიждები და ვდნებიო, ეს არ უნდა უთხრა. ეს არ უნდა შეგამჩნიოს, რომ გიყვარდეს. შენი ემოციის მართვა უნდა ისწავლო. არაფერი არაა გვიანი. როგორ გეკადრება? ვინ გითხრა მაგი? რო გვიანია. არასოდეს არაფერი გვიანი არაა. მე არ მიმაჩნია მაგის სიტყვა სწორად. უკვე გვიანია. არაფერიც არაა გვიანი. მერე შეგიძლია პირიქით უთხრა, ეხლა აღარ მიყვარხარო, აგით შეგიძლია უთხრა და არი ნერვიულო მაგაზე რომ აღარ მიყვარხარო. ეტი აფერი არ მაქვს საქმე ახლა, ვინმეს ვეუბნები რომ მე მიყვარხარო. არა, ჩემო ძვირფასებო, ცხოვრება მისეთი გაკვეთილი ჩამიტარა, რომ ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავ იმას. ხა. მორიელ რა უნდა დაანახო, მაგას ცალკე გეტყვინე. ერთ დროს მეც მასე ვიყავი ნინა, მაბოდებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად აღარ მაბოდვეს, ბოდვაი და მე დავამთავრე. ხა. ბოდვები დავამთავრე, ხამე მაბოდებდა მის სახელს. მაგრამ ეხლა არა ბატონო, წავიდა ჩეიარა მატარებელმა მეგობრებო. გეუბნებით, სანამ არ ისწავლით არას თქმას, არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო. საერთო გაშლაა კი, საჯარო ლაივია კი ბატონო.
მოდი ერთი მეგობრებო რა მაგის პასუხია და მისი ფსიქოლოგიური სიტუაცია მინდა ვკითხო ამ დასტით. ეს არის ზუსტად არა, მოიცადეთ მეორეს მოვიტან ერთი წუთით. მისი ფსიქოლოგიური სიტუაცია მაინტერესებს ახლა, რადგან ესე არის. აბა ვნახოთ. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პარტნიორის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აბა როგორია? რაო. სულ დროს უყურებს ეს ადამიანი. ეს ადამიანი სულ საათზე იყურება, სულ ეჩქარება რაღაცა, სულ დრო, შეიძლება საათებზე აწყობილი მისი ცხოვრება. ხო, შეიძლება ეს ნეტ კონდეს, ჩვევა კონდეს. ხო. აი მეგობრებო, ხა რის მთქმელია, რაღაცის მოლოდინშია. ეს ამ ადამიანმა შეიძლება რაღაც ციკლი დაამთავრა. არა, თლადგიჟი არა. არა, გამორიცხი, მასეთი არა. ძალიან ჭკვიანია, მაგრამ სათავისოდ. ხო. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, უჭკვიანესია, უნიჭიერესია, აი ძალიან ხელგამოსული ადამიანია, მას თუ უნდა ოღონდ. არა. კითხვა პასუხი არ მაქვს. თქვენ საკუთარ თავთან დასვით შეკითხვა, დაუსვით პარტნიორს თქვენთვის შეკითხვა და აქ გაიგონებთ პასუხს მეგობრებო. ხო. აი ესეთია. ხო, კიდევ მისი ფსიქოლოგიური სიტუაცია. ამ ადამიანს შეიძლება უყვარდეს თამაშიც. თამაში, შეიძლება აი ნარდის თამაში, ზოგადად რაღაცას ხელში ათამაშებდეს და ერთია კიდევ კი, როდესაც განერვიულებულია, მაშინ აკეთებს ამ ყველაფერს. თუმცა მეორე შანსის ითხოვს ცხოვრებიდან, სამყაროდან ეს ადამიანი ითხოვს შანსს, კიდევ ერთ შანსს. და ამ შანსს ელოდება, აი დედას ფიცავარ. აი ამ შანსს ელოდება ზუსტად. ეხა ეს შეიძლება თქვენგანაც იყოს ეს შანსი, თქვენ გელოდებათ, როდის მიცემთ შანსს. ახლა ზის და მელოდება ვაჟბატონი, როდის დავიმატებ. ბები მისის ამ მიცადოს. ხო, ესე უყურებს ახლა დროს, როდის შევალ ახლა მე ინსტაგრამზე და როდის დავიმატებ მეგობრობაში, არ ეთკინა გვერდები. აქ თამაშმა დაღუპაო, ბევრი დაღუპა მასე. ხო. შანს ელოდება მეგობრებო, ვინ თქვენგან ელოდება შანს და ვინ სამყაროდან. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ ადამიანს ძალიან სწამს უფლის, შეიძლება მორწმუნეც იყოს და იმედი აქვს, რომ თქვენ ერთად იქნებით. რომ თავისას მიიღებს. თავისას აი ნახეთ მეგობრებო, უბრალოდ სამი კარტი, სამივე ერთი და იგივეს მთქმელი თუ არაა. ლოდინი, რწმენა, მიღება და დაკაზაწეს. ხო, ანუ ეს ამ ადამიანმა იცის, რომ თქვენ მაინც დაუბრუნდებით. არ ვიცი რატო აქ ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე, მაგრამ ფსიქოლოგიურად იმას ელოდება. აი ამ ყველაფერს ელოდება თქვენგან. რომ თქვენ ესე მიბრუნდებით ახლა და მიუბრუნდებით მას. ხო. ამის იმედი აქვს მას. თან ძალიან დიდი იმედი აქვს. და ამ ყველაფერს ელოდება, ყოველ წუთში უყურებს საათს, ყოველ წუთს უყურებს ინტერნეტში, მიწერეთ თუ არა, დაიმატეთ თუ არა, დაგოსტეთ თუ არა. აი თქვენ გელოდებათ, თქვენგან ელოდება ნაბიჯს, ეს თქვენ ხართ. ხო. სასწაული თუ გინდოდეს. როგორ არ უნდა ამომეღო ახლა ეს კარტი, უნდა ამომეღო და უნდა მეთქვა. კიდევ მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიური იმდენად ჩაბეჭდილი აქვს ამ ადამიანს რწმენა იმის რომ თქვენ გახვალთ კონტაქტზე. არც გაიფიქროთ მეგობრებო. ხო. ასე დარბის, წინ და უკან ინტერნეტში. შემოვა გავა, გადახედავს თუ მიწერეთ რამე, თუ დაგოსტეთ, გაიქცევა მოვა, წავა მოვა და ასე 24/7-ზე გაკონტროლებთ, მიწერეთ თუ არა, ხო არ მიწერეთ რამე და იქნებ გამოეპარა. ამოწმებს. ყოველ წუთს ამოწმებს მეგობრებო. ხო. კიდევ მის ტვინი აქვს გადაღლილი ამ ადამიანს საერთოდ. კიდევ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ინი და იანი. მოდიში, მაგრამ ეხლა ხა, ნუ რა ვიცი, ხა ქალბატონებო, თქვენს მამაკაც უნდა რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ ყველაფერზე და მამაკაცური საქციელებით შემოიფარგლებოდეს. აი ეს უნდა თქვენს პარტნიორს, თუ მეც მასე და იმიტომ სხვა გააკეთა. ეხლა კიდე რომ მივაბლოკავ, კიდე გააკეთოს. ხო. კიდე დაბლოკავ და კიდე სხვა გააკეთოს. ხო არ გონიათ ძველი საიტი აქვს? არა, ახალი აქვს მეგობრებო. სია მეგობრობის და ფოლოვერების 000 უწერია. ხა.
კრიზისი აქვს, ფსიქოლოგიურად ვერაა. მისი ფსიქოლოგიური სიტუაცია ესაა, მეგობრებო, ზედ გამოჭრილი კარტია უბრალოდ. ორივე ერთად სასწაულია. ეს ადამიანი ძალიან ბევრს გიმალავთ. გიმალავთ იმას, რომ უყვარხართ. გიმალავთ იმას, რომ ძალიან ცუდათა უთქვენოთ. გიმალავთ იმას, რომ არ შეუძლია. აი კვდება უთქვენოთ, მაგრამ ამ ყველაფერს გიმალავთ. მე ისე მაქვს ჩახურული, მაგას ვერ ნახავს. მე თუ არ დავიმატე, პროფილის სურათსაც ვერ გაადიდებს. ახლა თუ დასკრინავს და მე იმას გაადიდებს, ის უკვე უხარისხო სურათი იქნება. და ქვემოდან კიდე ესეთი კარტია, აი მეგობრებო, ამ ადამიანს კიდევ აგეთ მეორე შანსი და აქაც მეორე შანსი. ძალიან უნდა რომ კიდევ ერთი შანსი მიეცეს სამყაროდან და ამ ყველაფრის გამოსწორება უნდა თავისი შეცდომების გამოსწორება უნდა ამ ადამიანს. წარმატებები მორიელ გაიხარე. ხო, მოკლედ აუცილებლად უნდა მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ცუდათა უთქვენოთ. აი ესაა მისი მდგომარეობა და სიტუაცია, საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ეს ადამიანი და ძალიან ცუდია მისთვის. ხო. იმიტომ რომ თქვენთან პირდაპირი არაა. უნდა იყოს პირდაპირი. აი ბოლო წვეთი ძალიან ნახეთ რა წერია. პასლედნაია კაპლა. ერთი წვეთი გაქვს დარჩენილი და აფეთქდება მეგობრებო, ვერ დამალავს, ვერანაირად ვერ მოითმენს. უბრალოდ ელოდეთ ვისთანაც არ გამოჩენილა, წუთი წუთზე ელოდეთ მეგობრებო. ხო, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ითმენს. აი აქაც უყურეთ, ზუსტად წუთი წუთზე ელოდეთ მისგან გამოჩენას. ნუ რანაირიც არ უნდა იყოს, რაღაცნაირ კარგი თუ ცუდი, ყოველ შემთხვევაში გამოჩდება. ჩხუბით მოვა თუ აფეთქებით მოვა თუ დამთვარი მოვა თუ დატკბილული, მე ამას თქვენი ვერ გეტყვით, მაგრამ ასეა თუ ისია, გამოჩნდება აუცილებლად და ძალიან გამიხარდება თუ გამაგებინებთ. ხო, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა. ძალიან ცუდადაა მეგობრებო. ხო, ეხლა გავაგრძელებ ბატონო. ეხლა გავაგრძელებ მე ჩემი ტაროს დასტით და ვნახოთ აბა. ძალიანაც კარგი. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგია თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენთან თან ისეთი ცუდი ამინდია. აი როგორ ბალოჩი ცურავს თქვენი პარტნიორი. მეგობრებო, აი ნახეთ. თქვენგან წასვლით თქვენი პარტნიორი ეგონა რომ კარგად იქნებოდა, მაგრამ აი როგორ ცუდათაა. ამ ადამიანიდან ელოდეთ გამოჩენას და იმას, რომ რაღაც კარგ ამბავს მოგიტანთ. ხო, კარგ ამბავს ელოდეთ. თქვენთვის სასიამოვნო ამბავს, მისთვის არ ვიცი როგორ იქნება ეს ნაბიჯი, მაგრამ ხო, თქვენთვის კარგ ამბავს ელოდეთ, იმიტომ რომ აქ არის სიკეთის მატარებელი ადამიანი, რომელიც კარგ ამბავს მოგიტანთ. რაღაც დადებით ამბავს გაიგებთ. რა რომელ ქვეყანაში? მე ვარ იტალიაში, მე თუ მეკითხებით, მე იტალიაში ვარ მეგობრებო. მოკლედ, ძალიანაც კარგი. ეხლა დავჯდეთ და გავარკვიოთ ჩემო ძვირფასებო, თუ რა ხდება. აი ესე უნდა გადავურიოთ ცალ-ცალკე კარტები. რომ ძალიან ბევრი შინაარსები წავიკითხოთ მისგან, თქვენი პარტნიორიდან ისევ. ვისთანაც არ გამოჩენილა მეგობრებო, გააჩნია იმის და მიხედვით, ჩემთან ერთი თვეა თუ რაღაცა თვეზე ცოტა მეტი გასული, რაც დაუბლოკე. რაც სახელი შევცვალე, სურათი, ფოტო შევცვალე პროფილზე და ახლა ისევ გამოჩნდა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მაინც გამოჩნდა მეგობრებო. მე ვფიქრობ, რომ რო აგზავნის იმ საიტს ინახავს და ბლოკის შემთხვევაში, სადაც ინახავს, იქ ისევ იგივე ფოტო ჩანს, ამიტომ ხო რაღაცას მსგავს აკეთებს. ნუ კარგი, არა უშავს. დავიწყოთ ეხლა, მაინც თქვენს პარტნიორზე მეგობრებო, მაინც თქვენს პარტნიორზე. რა მოდი დღეს ჩვენი საჯარო ლაივი იყოს, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის. აი ესეთი გვექნება დღევანდელი ჩვენი რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თემა.
რამდენად მნიშვნელოვანი ხართ და რას გააკეთებს, რას მოიმოქმედებს თქვენი პარტნიორი მეგობრებო. ზოგადად თქვენს ურთიერთობაზე შევეკითხოთ, თქვენ ურთიერთობაზე ჩაიფიქრეთ და გავარკვიეთ, თუნდაც თქვენ მეგობრობა ჩაიფიქრეთ, მეზობლობა ჩაიფიქრეთ, რა ვიცი, დაქალობა, ძმაკაცობა, რაც გინდათ ის ჩაიფიქრეთ. და გავარკვიოთ ეხლა, თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანისთვის, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ. აი, რას გვეტყვის თქვენს ურთიერთობაზე? იმ ურთიერთობაზე როგორიც ხართ. აი, ხო, აი, მანძილზე, ურთიერთობა მანძილზე. ეს არის ურთიერთობა მანძილზე და აქ არის ბევრთან შორი მანძილი და ბევრთან უფრო ინტერნეტ კი სივრცე. კი ბატონო, კი მეგობრებო, უყურეთ, იმდენად ცუდათა რომ ელოდეთ მისგან გამოჩენას. ელოდეთ მისგან ემოციას, ელოდეთ მისგან პასუხისმგებლობას, თუმცა რაღაცნაირი ფორმატით, მაგრამ ხო, ელოდეთ. კი, იმიტომ რომ სამყარო და სრულყოფილება უნდა ამ ადამიანს. თუ იყო მანძილი, თუ იყო არა თქვენ შორის მანძილია, მეგობრებო, თუმცა ეს ადამიანი ძალიან გაფასებთ, ძალიან დიდი პატივისცემა აქვს თქვენი. ეხა არ ვიცი, რამდენად გიკვირთ, მაგრამ უბრალოდ შეიძლება ამ ყველაფერს არ გაჩვენებდათ ეს ადამიანი, მაგრამ გულში ამ ადამიანს ძალიან დიდი პატივისცემა აქვს თქვენი. ზოგი უბრალოდ რა ფორმატით გამოხატავს ამას არ ვიცით, ზოგი უხეშად გამოხატავს, ზოგი საერთოდ არ გამოხატავს, ვერ შეამჩნევთ, თუ უყვარხართ, თუ გაფასებთ, თუ მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ხართ. იცით როგორი ურთიერთობა, როგორ გაფასებთ, ძალიან თავაზიანად, ძალიან ყურადღებით გიყურებთ, გაკვირდებათ. ძალიან ებრალებით, ეხლა არ დამცხოთ ამისთვის, აქ. ხო, ამისთვის ეხლა მე არ დამცხოთ, მაგრამ ეხლა მე რასაც ვხედავ აქ ამ ადამიანს ძალიან ისეთი სხვანაირი პლატონური მანძილზე ურთიერთობის თბილად ურთიერთობა ძალიან თბილად ახასიათებს. არ ვიცი დღეს ესია, ადრე რა იყო არ ვიცი, მაგრამ არა კი ვიცი, მაგრამ ადრინდელი პარტნიორი არა, დღეს ცოტა უფრო დამთბარია. მოდი ასე ვიტყვი. თითქოს და ცოტა შეცვლილია თქვენი პარტნიორი, კი. სრულყოფილების იმედი აქვს და უნდა სრულყოფილება თქვენთან ამ ადამიანს, კი, პასუხისმგებლობა უნდა რო აიღოს და აი ემოციები აქვს, კი. იმიტომ რომ ძალიან ცუდათა უთქვენოთ, აბატონო, ვისი პოზიცია და ამ ადამიანს გადაწყვეტილება აქვს მისაღები, გადაწყვეტილების წინაშე დგას თქვენი პარტნიორი. ხო, მოდი ახლა ვკითხოთ მეგობრებო. მოდი ახლა ვკითხოთ კარდს. აი ეს გადაწყვეტილება რაც აქვს. რა მიზნით და რა ფორმით გადაწყვიტავს ამას თქვენსკენ? არა, მოდი ჯერ სიყვარულზე ვფიქრობ. ვკითხოთ მეგობრებო, ნუ ვის სიყვარული, ვის მეგობრობა, ვის დობა, ძმობა, ნუ რა ვიცი. ვის რა გაქვთ თქვენს პოზიციას მოერგეთ, მეგობრებო, ამიტომ თქვენებურად დაუსვით შეკითხვა. ერთი წუთით ხმა უნდა ჩაუწიო. რო ხო მეგობრებო ერთი წუთით ერთი წამით პასუხი მივწერო აი ასე. მოკლედ გავაგრძელებ. ხო, აი ეს გადაწყვეტილება. თქვენს მიმართ რა გრძნობა აქვს თქვენს პარტნიორს? კი, აჩვენებს აქ რომ ემოცია აქვს. მოდი, გრძნობას კი არ შევეკითხები. აი რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით? ძალიან დიდი მესაკუთრეა თქვენი. ამბობს რომ თქვენ მისი საკუთრება ხართ. ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ, რამდენადაც არ უნდა გიკვირდეთ, ეს ადამიანი იხედება თქვენსკენ. აი მეგობრებო, როგორი ემოცია აქვს და ამბობს რომ უკან არაფერზე არ დავიხევო. კი, ანუ თქვენსკენ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენსკენ გააკეთოს არჩევანი. ძალიანაც კარგი, აი სათქმელი თავისით თქვა. ხო, ეს კიდევ არის
მოკლედ მოახლოებული ამბები ელოდეთ მისგან ამ ყველაფერს. მეგობრებო, ეს ადამიანი უკვე გზაშია, ვისთან ჰა თუ ჰა მოვა შემოთავაზებებით, მოვა დახმარებებით, მოვა გვერდით გომით, ფულადი საჩუქრებით მოვა, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა უთქვენოთ. ხო, ეს ჩავაბრუნეთ. ნუ კარგი. გავაგრძელებ, ძალიანაც კარგი. ელოდეთ მისგან მსგავს საქციელებს. რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის? აი ხა მნიშვნელოვანი რო არ იყოთ მისთვის, ამ ნაბიჯს ეს ადამიანი არ გადმოდგამდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. ამიტომ თქვენ ხართ ფასეული მის ცხოვრებაში, უთქვენოთ ამ ადამიანს გრევები აქვს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ერთი წუთით ხო და ისა რა ქვია, ნუ რა გააკეთოს არ იცის, ძალიან ცუდათაა, ძალიან აი ბალოტი აქვს, სტაგნაცია აქვს, ეს ამოვიდა კიდევ იქ გადმოვარდა ეს ორი კარტი თუ გახსოვთ და აი ზუსტად უყურეთ რა ხდება. სადაც დაგტოვათ, საიდანაც წავიდა, იქ დაბრუნება უნდა თქვენს პარტნიორს. მეგობრებო. ჩემო ძვირფასებო. არ დამაყაროთ აქ მოსმენილი ამბების გამო. არასოდეს არ ტყუის კარტი. გეუბნებით ეხლა ამ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. თქვენზე ამყარებს მთელ რიგ ოცნებებს ადამიანი. მე არ ვიცი, მაგრამ ასეა ამ წუთას. აი ხედავთ. ცხრიანების თასი, ნახეთ რა აწერია. ხო? ყველანაირ სურვილებს თქვენზე ამყარებს ადამიანი. მე არ ვიცი ეხლა, მე არ გამიბრაზდეთ. ელოდეთ შოკს მიიღებთ. აი ისე ეხლა როგორც მე დილას გათენდა და შოკი მივიღე, ისე მოულოდნელი იქნება თქვენთვის ეს მისი გამოჩენაც. უფ, როგორ მიყვარს ხა. ელოდეთ მისგან შემოთავაზებას, ელოდეთ მისგან ქორწინებას, ელოდეთ მისგან გამომყევი ცოლად, ან დავქორწინდეთ, ან ჯვარი დავიწეროთ, ან ერთად ვიცხოვროთ, ან ხელი მოვაწეროთ, აი რაც გინდათ, თანაცხოვრებას, ქორწინებას, ნიშნობას, ჯვრის წერას, რაც გინდათ ის დაარქვით, ელოდეთ ამას. სასწაული ხდება დღეს. ხო. იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგები ხართ მისთვის. ელოდეთ უსამართლობა, უკვე ეს ყველაფერიო ამბობს, მეგობრებო. ხო. იმიტომ რომ ძალიან კარგად დაუბრუნდა თავში, ჩაუკაკუნა სამყარომ, ეს არის რაღაც ბუმერანგის სახით მიიღო ამ ადამიანმა, მეგობრებო. ხო, აი იმ უსამართლობის გამო რაღაც ჩაუკაკუნა სამყარომ, რაც ცუდად მოგექცათ, რაც არასწორად გააკეთა თქვენთან, ეს არის ხო, უპატიოსნო თამაში იყო თქვენ შორის, ამიტომ სამართლიანობა უნდა აღდგეზა სამყარომ კარგად მიუკაკუნა. ეს ადამიანი თუ ქორწინებაშია, მეგობრებო, ეხლა უყურეთ რას გეტყვით. თქვენი პარტნიორი თუ კი ნებით თუ უნებლიოთ თქვენ მოხვდით სამკუთხედში და ქორწინებაში იმყოფება. თუ კი თქვენი მე არ გეკითხებით, ხო, ეს საჯაროა. თქვენ სიტუაციას მოერგეთ. თუ კი თქვენი პარტნიორმა ნებით თუ უნებლიეთ მოხვდით სამკუთხედში და აღმოაჩინეთ რომ ერთ დღეს თქვენი პარტნიორი ქორწინებაში იმყოფება, ხო, მეგობრებო? და ამის მერე თქვენ გაიგეთ რომ ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფება და რაღაცა და ანუ იჩხუბეთ. ხო? აი მეგობრებო, იცოდეთ რომ იქ განქორწინება აქვს. თქვენს პარტნიორს იქ განქორწინება აქვს. კისერი მომჭერით თუ გინდათ. ხო. აი ასე ზუსტად, იმიტომ რომ ჩაუკაკუნა სამყარომ. ასე ვერ იქნება. იქ თუ იყო, თქვენთან არ უნდა მოხვედრილიყო, იმიტომ რომ როდესაც უკვე ვიღაცა შემოდის ჩვენ ცხოვრებაში, წარსული უნდა დამთავრდეს. აი ამიტომ თავდება იქ წარსული, მეგობრებო. ან დამთავრდა, ან უკვე მთავრდება და ელოდეთ თქვენს პარტნიორს. ხო, მართალია ფრთხილად, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც. იმიტომ რომ იქ არაფერი აღარ აქვს უკვე. მეგობრებო, განმეორებითი, განქორწინება. მეგობრებო. ხედავთ რა წერია? განქორწინება, კისერი მომჭერით თუ გინდათ. აი მე აქ ვარ, მეგობრებო, და თქვენ მომწერთ მე ერთ დღეს რომ განქორწინდაო, გაშორდაო, ამას მომწერთ მეგობრებო. მოვიდა ჩემთანო, ხელი მთხოვაო, კისერი მომჭერით, ამას მეტყვით მე თქვენ.
ხო, იქ წერტილია, მეგობრებო. იქ უკვე წერტილია. დამთავრებულია. რა ურთიერთობაშიც არ უნდა იყვეს იქ. თუნდაც მშობელთან იყვეს. თუნდაც დედმამიშვილთან იყვეს. თუნდაც პარტნიორობაში იყვეს. თუნდაც მხოლოდ ფორმალობაში იყვეს. თუნდაც ფორმალობა ქონდეთ, ხელმოწერა და მეტი არაფერი შეიძლება ცხოვრობდეს თოქმარი ერთად. შვილების გამო, იმის გამო, ამის გამო. რა მნიშვნელობა აქვს? სადაც არის, იქედან თავისუფლდება თქვენი ადამიანი ოფიციალურად. სვამს წერტილს, ანადგურებს იქაურ ყველაფერს, თავის ყოფას, იქ ყველაფერს ასრულებს. ხო, და ამიტომ ჩემო მეგობრებო, ელოდეთ. იქ დასასრულს და თქვენთან დაბრუნებას პარტნიორის. აი, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მერე მიხვდებით. რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო, რომ თქვენ ეს გზა გაგევლოთ, მიხვდებით. რატომ იყო ის საჭირო, რომ თქვენი პარტნიორი უნდა წასულიყო და თქვენ, აი, ეს ყველაფერი რაც მოხდა, ეხა მე რასაც გულისხმობ, თქვენ მიხვდებით. რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო? იმიტომ რომ თქვენი მის ცხოვრებაში გამოჩენა ეს ასე არ ხდება შემთხვევით. თქვენ მის ცხოვრებაში რადგან გამოჩნდით, რადგან თქვენი გზები გადაიყარა, ეს იყო იმის დასტური, რომ თქვენმა პარტნიორმა იქ დაასრულოს ყველაფერი. სადაც დიდი სიყვარულია, იქ ასე არ ხდება. ხო. აი, ასე ზუსტად, მეგობრებო, ამიტომ ელოდეთ თქვენს პარტნიორს. ბატონ, მეგობრებო, ესეც მე ვარ, თქვენს თვალწინ. ელოდეთ სტაბილურობას. მისგან ელოდეთ ახალ სასიამოვნო ამბავს და შემოთავაზებას მისგან. მართალია ეს თქვენთვის ცოტა ისეთია, არ იცით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ელოდეთ მისგან ოჯახს. ოჯახობას ელოდეთ მისგან. ხო. უბრალოდ მისგან ელოდეთ. რასაც მე აქ ვხედავ, თქვენს თვალწინ ცვივა კარტები, მეგობრებო, ძალიან კარგად მოვახერხე ესეთ დაჯდომა, რომ თქვენს დაგანახოთ. ამიტომ ელოდეთ მისგან. კიდევ რას უნდა ელოდოთ მისგან? ხო, მართალია პირველ ხანებში, პირველად შეიძლება იყოს ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან, მაგრამ ასეა თუ ისეა ერთიანობაში ელოდეთ ამ ადამიანს. იმიტომ რომ ამ ადამიანს ჯერ შეიძლება იქ კიდევ ყველაფერი ბოლომდე, აი სულ ბოლომდე წერტილი დასმული არ აქვს. ამიტომ ეს უნდა დაასრულოს იქ და მე უნდა მოვიდეს თქვენთან. თქვენთან მოსავალად ეძებს ახალ გზებს, ახალ შანსებს, ახალ ალიანსებს ეძებს. ელოდეთ მისგან მოულოდნელ საჩუქარს. ელოდეთ მისგან მოულოდნელ გამოჩენას, შოკის მონგრელ გამოჩენას, საჩუქრებს ელოდეთ. ელოდეთ მისგან შემოთავაზებებს, ელოდეთ მისგან, ხო, აი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანაკარგი ხართ მისთვის. თქვენ ხართ მისთვის ხვავი, ბარაკა, მომავალი, რომელიც არა აქვს და ამის გარეშე მას არ შეუძლია, მეგობრებო. ძალიან დიდი დანაკარგი ხართ. რა ადგინდა შოკის მიღება, კაცო? ძალიან დიდი დანაკარგი ხართ მისთვის. ამიტომ მეგობრებო, აი კიდევ გადაჭარბებული მისი საქციელები. მანიპულატორი ადამიანი, იფიქრა რომ ეხა მე როგორც მინდა ისე გავიგულავებ, ისე ვიზა, აი ხო გეუბნებით, ახალ შესაძლებლობებს ეძებს, ახალ გზებს ეძებს, თქვენთან მოსასვლელად, რომ თქვენი ნდობა დაიბრუნოს. რაღაც დადგმულ სცენებსაც გაითამაშებს ეს ადამიანი, მაგრამ მაინც მოვა, აი ხო გეუბნებით, რაღაცნაირად მოვა, მაგრამ მაინც გამოჩნდება კი. მანიპულატორია სხვანაირად არ შეუძლია, მეგობრებო, და ნუ რა გააკეთოს ახლა? იმპერატორები ზოგადად ესეთები არიან, არ დაგანახებენ, გულში რა ქარცეცხლი აქვთ, რა ჯოჯოხეთი აქვთ. იმას ხო არ იტყვის, ახლა მე უშენოდ ვკვდებიო, ამას გამორიცხეთ, მოკვდება და ამას არ იტყვის. ხა. კიდევ რაო? ელოდეთ მისგან წერილს. შეტყობინებას ელოდეთ მისგან. ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე შეტყობინებით. აი ესე დაგიგნებთ ხეთ ჰორიზონტზე. აქ ვარ, მოვედი. აი ჩემ არ ოქნა ესე ამ დილით. ამ დილით დამხვდა ჰორიზონტზე. მოვედი. აი ზუსტად. ხო, ჯერ ჰორიზონტზე SMS-ი არ მიმიღია, მეგობრებო, ჯერ მართალია, მაგრამ ჰორიზონტზე გამოჩნდა აქ ვარო. აქ ვარო, აგერ ვარო. ხო, იცოდე არსად არ წავსულ ვარო. კი, მეგობრებო, და თქვენ ელოდებით ამ ადამიანს.
მე ველოდები უბრალოდ რას ეხა უყურეთ მისგან. ამ ადამიანმა ძალიან დიდი ენერგია წაიღო ჩემგან. ამ ადამიანმა ძალიან დიდი ემოცია წაიღო ჩემგან, ძალიან დიდი მეგობრობა წაიღო ჩემგან, აი ძალიან დიდი რაოდენობით წაიღო ყურადღება ჩემგან. ხო. ძალიან დიდი რაოდენობით ყურადღება წაიღო ჩემგან მეგობრებო. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უდიდესი ყურადღება წაიღო ჩემგან. ის უნდა დამიბრუნოს. გამორიცხულია. იმას უფალი არავის არ შეარჩენს. აი იმას, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. ხო. აი ამას ველოდები ზუსტად მე. აი მაგის მოლოდინში ვარ და ვის რა წაიღო, ის ყველაფერი უნდა დაგიბრუნოთ. ვის სიყვარული წაიღო, ვისგან ფინანსები წაიღო, ვისგან მოლოდინი წაიღო, გალოდინად დაგპირდათ და უსასრულობაში შეგიყვანათ. ეს ყველაფერი უნდა დაგიბრუნოთ მეგობრებო. ხო. ფინანსები მეთქი და ბატონო. ხო. ვისგან ფინანსები? ვისგან წაიღო ფინანსები მეგობრებო? ეხა ბევრი არ დაწერთ აქ, მაგრამ ჩაიხედეთ თქვენ გულში. და წერა არაა საჭირო. მე ვხედავ აქ, რომ ფინანსებიც წაიღო ვიღაცისგან და ცოტა არა კიდე, კაიბლომად. ამ ყველაფრით დაბრუნდება მეგობრებო. თუმცა, გეუბნებით ამ ადამიანს იქ ვიღაც ყავს. თქვენს პარტნიორს იქ ვიღაც ყავს ჯიბრში ჩამჯდარი, ვინც მოსვენებას არ აძლევს. ეს შეიძლება იყოს დედაც, ეს შეიძლება იყოს დედმამიშვილიც, ეს შეიძლება იყოს ცოლი, პარტნიორი და ეს შეიძლება იყოს კიდევ ბიზნეს პარტნიორი. ხო. ფულის პრობლემები, სადაც ბიზნეს პარტნიორი, სადაც მხოლოდ ფინანსური ინტერესები. მეგობრებო, თქვენს პარტნიორს იქ არაფერი არავისთან არ აქვს, გარდა ფინანსური და მატერიალური საკითხებისა. იქ ძალიან დიდი გულის ტკივილი აქვს თქვენს პარტნიორს. საეჭვიანოდ არ გაქვთ საქმე, ამის თქმა მინდა. ხო, არის ეჭვიანოდ. ელოდეთ მისგან სიახლეებს. ორი ტუზი ერთად. იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა. იმდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. აი იმან რაც თქვენ შორის მოხდა, მეგობრებო, ამ ადამიანს დაანახა, რომ უთქვენოთ ეს ადამიანი არავინ და არაფერი არაა. აი ეს დაანახა, რომ უთქვენოთ გზა არ აქვს. სამყარო უთქვენოთ გზას არ აძლევს. აი ესე ჩაკეტილია. აქ შეიძლება მაგიაც იყოს. არ გამოვრიცხავ, რადგან საჯაროა თქვენს სიტუაციას მოერგეთ. ხო, ძალიან კონფლიქტი აქვს. სულ კონფლიქტებშია. საკუთარ თავთანაც კონფლიქტებშია. შეიძლება, მეგობრებო, ძალიან დიდ სიყვარულს გიმალავთ ეს ადამიანი თქვენს მიმართ. ხო. ძალიან დიდ სიყვარულს გიმალავთ. რა თქმა უნდა, უფალი სამართლიანია. მისი მოქმედება იქნება შოკის მომგვრელი თქვენთვის. აი ეს ადამიანი ისეთ რაღაცებს გააკეთებს, მეგობრებო, რასაც საერთოდ ვერც წარმოიდგენდით, არც სიზმარში ნახავდით. ხო, თუმცა სულელივით, მაგრამ მაინც კი. კი, მეგობრებო, რა ხართ მისთვის. აი ეს არის ადამიანი ცეცხლი. ცეცხლის ტიქია. სიტყვა და საქმე. ამ ადამიანს მე არ ვიცი, ეს ადამიანი მეგობრებო, წყულში გხედავთ. მე გხედავთ თქვენ წყულში. სადაა ის კარტი? აგერა. მეგობრებო. ხო. წყულში გხედავთ. ხო, შეიძლებოდა ეს ასე ამოსულიყო. ან ეს ამოსულიყო ასე. არა. ბოლო მაინც ერთი გაქვთ. მოდი ასე ვიტყვი. ნუ არ ვიცი, ხა ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუ კი გადაწყვიტავთ. ხო, ზოგ შეიძლება აქვს იმდენად გულის ტკივილი აქვს, რომ ბევრი ვერ აპატიებს რაღაცებს. ხო, იკამათებთ.
ხო, იკამათებთ მეგობრებო, ამ ადამიანის დაბრუნება, აი ეს ადამიანი როდესაც დაბრუნდება, თქვენ იკამათებთ. თქვენ დაუწყებთ კამათს. ის საკამათოდ არ მოდის, მაგრამ თქვენ დაუწყებთ კამათს, კი. იმიტომ რომ თქვენ ეტყვით ყველანაირი ხერხი გამოიყენე, რომ ურთიერთობა გააფუჭეო. შენი ბრალია ყველაფერიო, ასე ეტყვით. როგორც მობძანდი, ისე წამძანდიო, ამას ეტყვის ბევრი. კიდევ რას ეტყვით? ხო, თქვენს გამო ეს ადამიანი კამათობს. ხო, გეუბნებით იქ ქორწინებაში თუ არის თქვენი პარტნიორი, ნუ რა მნიშვნელობა აქვს თქვით, ვისთანაც არ უნდა იყოს, თქვენ გამო კამათობს. თუ იციან რომ ვიხართ, ხო, ისედაც კამათობენ, მაგრამ თუ სახელდობრ არ იციან თქვენი არსებობა, იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც თქვენ ხართ და თქვენს გამო კამათობს. ხო, შეიძლება ეს კამათიც მაგის იყოს. არ გამოურიცხავ ის კამათსაც და თქვენთან კამათსაც. ხო, იქაც ძალიან ბევრს იტყუება ეს ადამიანი, რომ დაგიცვათ. მოდი ასე ვიტყვი. თქვენს ურთიერთობაში ძალიან ბევრი მტრებია, მე ვხედავ აქ მტრებს, რომლებმაც თქვენი სიყვარული იმ ადამიანის მხრიდან თქვენს მხარეს ვერ გაანადგურეს, ზოგადად ესე არ ხდება, მეგობრებო. ვერანაირი მაგით გულში სიყვარულს ადამიანს ვერ ამოუღებ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. შეიძლება გონება აურიონ, შეიძლება გზას ააცდინონ, შეიძლება მისამართი შეუცვალოთ ადამიანს, მაგრამ გულიდან სიყვარულს ვერ ამოშლიან, მეგობრებო. გამორიცხულია ეს. კიდევ. ხო, ტყუილები. იქ არის ტყუილები. იქ, მეგობრებო, არი ეჭვიანოთ. ნახეთ რა წერია კარტს. ხედავთ, ხო? არი ეჭვიანოთ. იქ არის მხოლოდ ფორმალობა. იქ სიყვარული არა აქვს. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ იქ ვინმე სხვა ყავს და მას უყვარს, არა. იქ მხოლოდ აქვს ოჯახი. მხოლოდ პასუხისმგებლობა. მეტი არაფერი, სიყვარული იქ არა. იქ არის ფინანსური ინტერესები მხოლოდ. ხო, რის ფასად უჯდება ეს ყველაფერი არ იცის. კი იცის, მაგრამ ეხლა ამბობს, რის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერიო. ხო, ძალიან ცუდათა, სულიერად ძალიან დაიღალა თქვენი პარტნიორი. ამიტომ ელოდეთ მისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. თქვენ ხართ ეს გადაწყვეტილება, მეგობრებო. აი თქვენ ხართ ეს. ხო. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ არაფერი არ გააკეთოთ. ეხლა როგორი საქმითაც ხართ დაკავებული, იყავით ესე პრაქტიკულად, თქვენ საქმეს მიხედეთ, თქვენ ცხოვრებას მიხედეთ, თქვენი ფინანსები გაიუმჯობესეთ. ამ ადამიანმა არ იცის როგორ მოვიდეს და რა გითხრათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მეგობრებო, ლიტერატურულად მოვა, დაგეგმილად მოვა და გადაწყვეტილებით მოვა, თუმცა ეს მას ძალიან რთულად ეძლევა და ძალიან ცუდადაა. ეხლა რა სიტუაციაც აქვს ამ ადამიანს თვითონ ძალიან ცუდადაა. თქვენ ამისთვის არ ინერვიულოთ. ესეც მისი გასავლელი გზა იყო, რომ ეგემა ამ ადამიანს უთქვენობა. ხო. ამიტომ თქვენ არაფერი გააკეთოთ, დაკავდით თქვენი საქმიანობით. თქვენი ფინანსებით, იფიქრეთ საკუთარ თავზე, ეს ადამიანი იყოს ამ გაურკვევლობაში, თვითონ უნდა გამოვიდეს ამიდან. თქვენი არანაირი დახმარება, მეგობრებო. თქვენ არანაირად ხელი არ გაუმართოთ ამ ადამიანს. კეთილი ინებოს და თვითონ გამოასწოროს თავის დანაშაული. ასე რომ თქვენ არაფერი. ეს ადამიანი თქვენთან აუცილებლად მოვა დღეს თუ ხვალ. ხო. ამიტომ ინერვიულოს მან თვითონ, მეგობრებო. თუ კი გინდათ დაბრუნდება და შეირიგებთ, თუ არ გინდათ დაბრუნება ამ ადამიანის კიდევ დაიბრუნებთ თქვენს დაკარგულ ენერგიას და მერე გააძუნძულეთ, სადაც გინდათ იქ. ამიტომ ესეთია ჩვენი დღევანდელი. მეგობრებო, ნახეთ? ესეც მე ვარ. თვითონ. თვითონ ესე დარჩება მარტო და ესე მოვა თქვენთან. ცარიელ-ტარიელა, ნუ ეხა არ გამინაწყენდეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ თქვენთან მოვა, მეგობრებო. ნუ ცარიელ-ტარიელი თუ რაც მოვა ესე, წერტილ დასმული წერტილა. თავშიშველი, ფეხშიშველი სახელს გეტყვი, თუ მიშველიო, აბატონო,
თუ უშველით კიდევ შეგიძლიათ შველა და გინდათ და სურვილი გექნებათ გეუბნებით მიიღებთ არ გექნებათ სურვილი და არ მიიღებთ გააბრუნებთ ისევ შიშველ ტიტველს უკან მეგობრებო ამიტომ თქვენი გადასაწყვეტი იქნება ხა აი ესე მოვა განოლებული მოდი ასე ვიტყვი განოლებული მოვა აი თქვენ როდესაც შეხედავთ ამ ადამიანს მერე მიხვდებით დაიბრუნოთ თუ არა მე დანარჩენს ვერ გეტყვით ხა მოდის არსად არ წავა მოვა თქვენამდე მეგობრებო აი სიტყვას გაძლევთ რომ მოვა თან ნახეთ როგორ მოდის უცებ მოვა მეგობრებო განოლებული მოვა ოღონდ იქ დასრულებული ურთიერთობით მოვა ბატონო ეს არის კიდევ ის რომ ძალიან კრეატიული ადამიანია, ძალიან ჭკვიანია, არ გეგონოთ ვიმეორებს სულელი, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, უჭკვიანესია, ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის თქვენი ფასი. ეს ადამიანი სულ გიყურებთ, უყურებს თქვენს ფოტოს, ან იქნებ თქვენი ფოტო თან დაქონდეს, ან ზოგადად ხშირად გიყურებთ, ან შენახული კონდეს იქნებ თქვენი წერილიც კი. და ამას უყურებდეს, ხშირად ათვალიერებდეს, კითხულობდეს, სურათს უყურებდეს და ნუ მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა კიდევ რას გვეტყვის ასტრაბარათები თქვენთან დაკავშირებით. ხო, ეს არის ის რომ ცნობის მოყარეობა კლავს ამ ადამიანს. როგორ ხართ უიმისოთ? როგორ იცინი ხართ უიმისოთ? აი როგორ შეგიძლიათ და იცინი ხართ უიმისოთ? თვითონ გვდება და თქვენ როგორ ხართ უიმისოთ? რატომ იცინი ხართ? რა გაცინებთ? ამ ბოლო დროს თუ ძალიან ისეთი მხიარული სურათები დადევით, რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში? ვინმე მოვიდა თქვენთან? ვინმე ახალი ყავთ? მეგობრებო, ცნობის მოყარეობა კლავს ბოლომდე. იცინი ხართ რა ჯანდაბა? ჩემო კარგო, რა ჯანდაბა არა, თუ იცინი ხართ სიცილი რას ქვია? კატო. ხო. ვერც მე ვერ გავიგე ანა მარია. ზუსტად სიცილი არის ერთ-ერთი საჯანმრთელო თერაპია, რა თქმა უნდა. სამთლაში დატოვე ლაივიო. იყვეს კაცო, იყვეს. ხო. მოკლედ ჩემო ძვირფასებო გაგიკვირდებათ ზოგის რაღაც აი ეს ხართ თქვენ. ხო. სამთლაშიო. სამთლაშიო. აი ეს ხართ თქვენ მეგობრებო და ეხა როგორ ფიქრობთ? ესეთ ადამიანს დაგტოვებთ ვინმე? გამორიცხულია. ძალიან გაგიჭირდებათ ამ ადამიანის ჩამოშორება ზოგადად. ესე ადვილად არ დაგთმობთ ეს ადამიანი, ამიტომ ზოგადად ძალიან დიდხანს იწვალებს. ინო დუეტრე, uno due tre, ხო, აღარა, ხო, ანა მარია. ხო. ჩემო ძვირფასებო, მომწერეთ პირადში და გაგცემთ პასუხს. ჩემთან ნებისმიერი საკითხი იწყება 100 ლარიდან. კითხვების რაოდენობას პირად გაშლაში არ ვითვლი მეგობრებო. ვიმეორებ აქვე. ვისაც გსურთ ჩემთან პირადი გაშლები. კონსულტაცია, პირადი გაშლა, ხო, შეკითხვებს არ ვითვლი რაოდენობაში, თუნდაც 10 კითხვა დამისვით. 1 საათის ლაივით. შეკითხვებს არ ვითვლი. 100 ლარიდან. ზოგადი ძვირი ღირს. ხო. ზოგადი უფრო მეტი ღირს, იმიტომ რომ ზოგადში ჯანმრთელობას არ ვეხები და არ ვეხები 20 წლამდე ბავშვებს.
მოკლედ ჩემო ძვირფასებო, მისგან ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. ოღონ მართლა ხუმრობის გარეშე ელოდეთ მისგან ნაბიჯებს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა კი ეს ადამიანი ძალიან მოჯაჭულია თქვენთან. აი უთქვენოთ არ შეუძლიათ. დეგრადირებული საჭიკჭიკება, რა თქმა უნდა. ხო. უყურეთ მეგობრებო ეხლა, ამ ადამიანს კარგა ხანია უკაკუნებენ თავში, მაგერ ასაღები ხელში გაქვს, მიდი და მოარგე ამ კარებს და ამ კარებიდან გადი და შედი იქ. არ ესმის ამ ადამიანს. ვერ გააგებინეს რომ აი თქვენ ხართ ის კარები, სადაც უნდა მოაკაკუნოს თქვენს კარებზე უნდა მოაკაკუნოს ამ ადამიანმა და ძალიან დიდი ხანი დასჭირდა. აი არ ვიცი რატო დასჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი ერთი ზუსტადაც. აი ზუსტადაც. ხო. ამიტომ ელოდეთ მისგან, თუმცა ძალიან ბევრს ოცნებობს ეს ადამიანი, სხვათა შორის ძალიან ხელგამოსულია, მაგრამ ნუ ამას ელოდება, ნახეთ რას ელოდება თქვენგან. რომ ისევ ამ გვირგვინს ჩამოამხობთ თავზე მეგობრებო, ჩამოაცმევთ. თქვენგან ამას ელოდება, თქვენ ეტყობა ძალიან დიდი უპირატესობა მიანიჭეთ. ზუსტად ანა მარია, ვისაც ჩვენ აქ არ მოვწონვართ, დატოვონ ჩვენი სფერო. აი ეს ჩემი პლატფორმაა მეგობრებო, ვისაც არ მოვწონვა, ნუ მომისმენს. ხა. ამიტომ ძალიან ბევრი ჩამოაცვით ეტყობა გვირგვინი და ამ გვირგვინის ჩამოცმას ელოდებ 1, 2 და 5. აბა აიდა. ხა. არი ნერვიულად ძვირფასებო, დაანებეთ თავი. ამიტომ ელოდეთ თქვენს პარტნიორს, ელოდეთ მეგობრებო, ელოდეთ, გზა ფართია მიბრძანდნენ, რა თქმა უნდა. ელოდეთ თქვენს პარტნიორს, უცნაურად, მაგრამ მაინც ელოდეთ, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მეტის მოთმენა ამას აღარ შეუძლია და ელოდეთ მისგან მსგავს ნაბიჯებს. ნუ ვისთან როგორ, მაგრამ ყველასთან ახლა თავისებური ხასიათით მოვა და როგორც შეუძლია ისე მოვა, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში ერთიანობაში ნაბიჯებს ელოდეთ მისგან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ეს ჩემი ნატურაა. ეს არის ჩვენი ნატურა, ძალიან მიყვარს ეს საოცრება. ესა ჩემი, რა ქვია მაგას? ჩემი ქანდაკება, ხო? ეს ვარ მე. ხო, მე მიყვარს ესეთი ქუდები და ესეთი რაღაცები მე ძალიან მიყვარს. ასე რომ თილისმა, თუნდაც თილისმა იყოს, რა პრობლემაა? თან რკინა ამას ვერაფერი ვერ გატეხას, რომც გამივარდეს არ გატყდება მეგობრებო. ეს ვიყიდე აქ ბაზრობაზე, შემთხვევით შევხვდი და ძალიან იაფი ღირდა, 1 თუ 2 ევრო ღირდა. ხო, ძალიან მომეწონა და ვიყიდე 2 ევრო მეგობრებო, ისეთი მძიმეა. მე მგონი 1 კილო არა, მაგრამ რაღაცა გრამობა იქნება კი, ძალიან მძიმე მეტალია. ხო, ეს ვიყიდე 2 ევროში. აქ ბაზრობაზე შემთხვევით წავაწყდი და რო დავინახე, აი დავსტაცე ხელი. ძალიან ლამაზია კი. ეს ვარ მე, ეს ვართ ჩვენ. ხო, ესეთი ლამაზები ვართ ჩვენ. რატომაც არა, ყველა ვართ ჩვენებურად მომხიბვლელები, მეგობრებო, გიყვარდეთ საკუთარი თავი. ყოველთვის პირველ ადგილას დააყენეთ საკუთარი თავი, ეს მაიმუნივით ლამაზი და სიმპათიური ადამიანები მეორე ხარისხოვანია ჩვენთვის, ასე რომ ბედნიერი და წარმატებული დღე მინდა გისურვოთ ყველა თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა ყველას და გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო, ვისთან როგორ რეზონირდება, აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე. გადმოდით ჩემს გვერდზე აქვე და
YouTube გვერდი მითითებული მაქვს. იმაგრებული მაქვს ჩემი სურათის ქვემოთ. ვისაც გსურთ პირადი გაშლა, კონსულტაცია და ზოგადად მეგობრებო, ამასთან დაკავშირებით მომწერეთ კონკრეტული შეტყობინება და გაგცემთ კონკრეტულ პასუხს. რა თქმა უნდა, ხდება დაგეგმით, ჩაწერით და გადაწყვეტილებით უცებ არა, იმიტომ რომ არ მაქვს ის სიტუაცია, რომ მე გითხრათ ეხლა თქვენ, რომ მე კი გაგიკეთებ პირად გაშლას, მაშინ ლაივი არ უნდა ჩავწერო. აი ეს სიტუაცია მაქვს, რომ თუ კი პირად გაშლას გადავწყვიტავთ, ლაივი არ მექნება იმ დღეს. ეს სიტუაცია მაქვს, მეტი არაფერი. მოკლედ დაგემშვიდობებით ყველას და ფასებზე შევთანხმდებით კიდევ პირადში. უღრმესი მადლობა ყველას და აბა დროებით მეგობრებო. გაიხარეთ.